ბიზნესმენი, რომელიც პარლამენტში ეგრეთ წოდებული ფასების კომისიაზე მოვიდა, საუბრობს მთავარ გამოწვევაზე, რომ უხარისხო პროდუქცია, მათ შორის რუსეთიდან შემოტანილი, ხდება ქართულ დახლებზე. ერთ-ერთი არის ზეთის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ რუსული დაბალი ხარისხის ზეთით სავსე არის ქართული ბაზარი და ის კონკურენციაში შესაბამისად ვერ შედის, რადგან ამ ზეთის ფასები განსხვავებულია. არა ერთ პრობლემაზე საუბრობდა დღეს პარლამენტში მოსული კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის მოულოდნელი აღმოჩნდა და ანონსებული რეგულაციები მთავრობის მხრიდან, რომ აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში პროდუქციის გამოშვება და დაავალდებულებენ კომპანიებს, რომ მინის ბოთლებში გამოუშვან კონკრეტული პროდუქტი. მინდა რომ პეტში გადავიტანოთ წარმოებები, რაც ცივილურ ბაზარზე მიღებულია, მაგალითად პეტის ფორმატში გადავიტანეთ კეჩუპის წარმოება, ასევე ვაპირებთ ეგრეთ წოდებულ დოიპაკებში კეჩუპის და მაიონეზის წარმოებას. წინა კვირას გაჟღერდა, რომ პეტი იგრძალება. სრულ გაურკვევლობაში ჩავარდით და ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ჩვენ განხორციელებული გვაქვს ინვესტიცია, დანადგარები გზაშია, დათვლილი გვაქვს ბაზრის მოცულობებით. მივდიოდეთ გაიაფებისკენ და მე საინფორმაციო წყაროებიდან ეს ინფორმაცია დაგვეწია. იაფიანის ზეთის სეგმენტში, როდესაც ჩვენ შევდივართ, აქ ხედავთ, რომ რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელიც რუსეთში თქვენ მას ქსელში ვერ ნახავთ. უფრო მეტად შეიძლება შეზღუდულიც კი აქვს. იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი. დგავართ, ჩემო ბატონო, და ველოდები, როდის მორჩება ომი. გაზ სექტორი, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემო ბატონო, როგორც რა რელიეფშიც მოქცეული ვართ ჩვენ. 40,000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება 0. იმდენად ერთმანეთის ჭიდაობაში არიან ეს რიტეილები, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მეუნებიან, როცა მივდივარ სასაუბროდ, მეუნებიან მომეცი თქვა X რაოდენობის ფასდაკლება, ვეუნებ ვერ გაძლევ, გააძვირე თვითღირებულება და მე მომეცი ნაკლებად. აი ეს არის პრობლემა. ჩვენს ტუშონკებს მე ჩემს შვილებს ვაჭმე მაგალითად სახში მიმართულებრივად მივირთმევ და აი მაგ ტუშონკებს უბრალოდ აი ძნება რა, არაფერი არ რჩება, უბრალოდ ტაფაზე რო დადოთ ესე, გააცხელოთ, ქრება რა. ანუ ფაქტობრივად ხორცი არაფერი არ ვიცი. ზოგადად ჩვენ ქსელებთან რაც ქონდა თავიდან რომ იაფიანი პროდუქტის შექმნა და ანუ ფაქტობრივად ვერ ვახერხ ფიზიკურად რომ იაფიანი შექმნა და რადგან ნედლეული ძვირი გვიждდება. ხო და მას ასეთი იაფიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს ფაქტიურად რა. ამ ქსელში გაგვიხსნია ტუშონკა დაუშვათ ის შემოწანილი იმპორტირებული და ჩვენი და შეგვიტარებია. იქ რა შევახარხეთ თქვენი უკეთესია და დარწმუნებული ასეც იქნება, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ის ასაკძალია. ხო, ანუ აკრძალული სავარაუდოდ არ იქნება, მაგრამ ანუ საკმაოდ ცუდი ხარისხია რა. ქართული მწარმოებლების დიდი ნაწილისთვის ეგრეთ წოდებული кэшბექი არის დიდი გამოწვევა. თუმცა საპირისპირო სამტკიცებდა დღეს ბარამბოს წარმომადგენელი, მისთვის ეს არ ყოფილა მთავარი პრობლემა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს სულ სხვა საკითხების მოგვარებას თხოვდა, რაც შეეხება ქართული ოცნების პასუხებს იმ წილზე, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირდაპირ ბიზნესმენებს გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ ეუბნებოდნენ, მოაგვარებდნენ თუ არა მათ მთავარ პრობლემებს. ალბათ აქ არის რაღაცა ჩასახედი, რომ რატომ არის ეს ქსელური მარკეტების 40% რო არის დღეს წილი. საგზნობლად მეტია. ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს დღეს ქსელებს. 95%-ზე მეტი. სად გავყიდო სხვაგან? მოკვდა ეს პატარა. ვერ შემაგვარსად. როგორ უნდა გადავჭე იქ, სადაც რეალურად გაყიდვების არხები აღარ მაქვს. ჩემი რისკ მენეჯმენტის ძირითადი ამოცანა დღეს ეს არის. кэшბექი იდეაში პრობლემა არ არის. ზოგადად. იმიტომ რომ кэшბექი, რასაც ვიხდით ჩვენ, ტოტალ შეთავაზებას რასაც ვაკეთებთ, უმრავლესობა თანხა იხარჯება პრომო აქციებში. და 70% კი პრომოში არის დონე არის 90%-ზე მეტი. ჩემი პრობლემა არის ჩემი თვითღირებულება. მე არა ვარ ისეთი საინტერესო ქსელისთვის, როგორც მაგალითად სოფლიოს დიდი ბრენდები, რომლებიც საქართველოს ბაზარი არის 0 რაღაცა პროცენტი ბრუნვაში და ჩვენთვის ეს არის დედა ბაზარი. იქიდან მოდის ბიუჯეტი
ყველა გაიდლაინი, მარკეტინგული საპორტი აბსოლუტურად მთელი მხარდაჭერა მოდის და ჩვენ აი ამ ხალხს, აი ამ მეგა კომპანიებს ქართული რაღაც შეთავაზებებით ვეჭიდაებით. გამორიცხული ახლა რეალობას ნუ მოვწდებით. 99 წელს იყო ხელშეკრულება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დადებული. მაშინ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება, ძალიან კარგი ხელშეკრულება არის იმ გაგებით, რომ ისინიც არაფერს არ გვიშლიან, არავითარი კოტები არ არის და ჩვენს თუ ახლა მაგ დავიწყეთ პრაქტიკულად ჩამოიშლება ყველაფერი რა. იყო ძალიან ცუდი ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს თურქეთთან. სამარცხვინო ხელშეკრულება არის თავისუფალი ვაჭრობის, სადაც პრაქტიკულად არაფერი არ აქვს. თანაბარი არ არის რა. ჩვენ იგივე დაგჭა 5 და ეს სულ 10%-ზე და ისინი 200%-ი არის ზოგიერთი საქონელი. ახლა მუშაობთ ძალიან ძიმეთ მიდის. დღეს პირველად გამოიკვეთა ისიც, რომ დისტრიბუციის დროს კომპანიებს აქვს დიდი პრობლემები, იმიტომ რომ სავაჭრო ქსელებთან მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და საკმაოდ დიდ ჯარიმებს წერენ სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ, ქალაქის მერიის თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ამ პრობლემების მოგვარებასაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს თხოვდნენ. ეს იყო ნინო